ელისაშვილის დაკავებას ასევე საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილ ვიდეო მასალას ეხმაურებიან პოლიტიკოსები. ოპოზიციის ნაწილს არ სჯერა ამ მასალის, მათი თქმით ელისაშვილზე ხდება ზეწოლა. მართლ გუნდში კი ამბობენ, რომ ელისაშვილის ქმედებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის ძალადობრივი სახე. ალეკო ელისაშვილის ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე შეფასების გაკეთება ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ერთის მხრივ რთულია ახსნა ის мотиваცია, რომელიც და ის მიზნები და ამოცანები, რომელიც მან დაისახა ამ ქმედებების განხორციელების დროს და ბუნებრივია ამ შეფასების ნაწილში ჩვენ ვერ შევალთ. იმავდროულად სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები თავისთავად არ წარმოადგენს რაიმე სარწმუნო ცნობას ჩვენთვის, ვინაიდან ამ ხელისუფლების სამართალდამცავ სისტემას არანაირი ნდობა საზოგადოების მხრიდან არ გააჩნია. ამიტომ ბუნებრივია ეს ფაქტი უნდა მივიღოთ როგორც ფაქტად, თუმცა კონკრეტული შეფასებებისგან ამ შემთხვევაში მე თავ შევიკავებდი. ეს არის მავნებლური და უმძიმესი დანაშაული, რაც ვიხილეთ. ფაქტია, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, სასამართლოს გადაწვა, პროვოკაციული, რევოლუციური სცენარები. ეს არის ის ქმედებები, რაც ხელსაყრელია ოცნებისთვის და ახარებს ჩვენს მტრებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი და თავიდანვე ყოველთვის ვამბობდით, რომ თავარი ამ ქვეყანაში არის პრაგმატული მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელება. ალეკო ელისაშვილის ქმედება არის შედეგი იმ ტერორიზმისგან, ძალადობისგან, ძალმომრეობისგან არ გამიჯვნის პოლიტიკის, მათ შორის, რა თქმა უნდა, რომელიც ევროსტრუქტურებიდან, ევროჩინოვნიკებიდან, აქაური აგენტურის პატრონებისგან მუდმივად ან ისმის და ანდაც იმას, რაც რეალურად რა განცხადებაც უნდა გააკეთონ და რის მოლოდინის საზოგადოებას აქვს, მაგას ვერ ისმენს. ეს არის ძალიან სამწუხარო ბედი აგენტის. ბედი, როდესაც აგენტს წირავენ საბოლოოდ რაღაც კონკრეტულ ქმედებაზე მისი ბედიღბლის, ასე ვთქვათ, იგნორირებით, მას რა ბედი ეწევა, დაიჭერენ, არ დაიჭერენ, წარსგება სასამართლოს წინაშე თუ როგორ იქნება ეს პატრონს და დავალების მიმცემს საერთოდ არ აინტერესებს. გარემოა ესეთი შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ჩაუდგეს სათავეში, წინა პლანზე გავიდეს ამ ექსტრემისტული მოძრაობისა. სხვა ახსნა ამას არ აქვს. რასაკვირველია, ამას ყოველთვის გამოიყენებს დაინტერესებული მხარე. ფულსაც გადაიხდით ამაში და საკმაოდ სერიოზული მუშაობა ტარდება იმისათვის, რომ ექსტრემიზმი, ტერორიზმიც პირდაპირ ასწავლოდნენ ახალგაზრდებს დაფინანსებულ გარკვეულ შეხვედრებზე, რომ ტერორიზმი ყოველთვის არ არის ცუდი, მაშინ თუ კი ვთქვათ რაღაცა მაღალ დემოკრატიულ პრინციპებს იცავ.